მოგესალმებით, მე ჟანა ვარ, GM Pharma საფთიაქო გაყიდვების მენეჯერი, ჩემთან ერთად იმყოფება თეა, ჩვენი პროდუქციის მენეჯერი, ჩვენ ვიმყოფებით PSP-ს ერთ-ერთ ულამაზეს აფთიაქში, რომელიც პეკინის 14 ნომერში მდებარეობს და ვსაუბრობთ სეზონის ყველაზე აქტუალურ თემაზე. ეს არის რესპირაციული ვირუსები, როგორ შეიძლება თავიდან ავირიდოთ, რა პრევენციული ღონისძიებები შეიძლება გავატაროთ იმისთვის, რომ ჩვენ და ჩვენი პატარები დავიცვათ ამ ვირუსული ინფექციებისგან, ან თუ დაგვემართა, რა უნდა გავაკეთოთ. თეა, პირდაპირ კითხვით დავიწყებ, ის რაც ჩვენს მოსახლეობას და მაყურებელს ძალიან აინტერესებს. რა პრევენციული ღონისძიებები არსებობს იმისთვის, რომ თავი დავიცვათ აი ამ რესპირაციული ვირუსებისაგან? მოგესალმები ჟანა, მივესალმები ჩვენს მაყურებელს. ნამდვილად სწორად აღნიშნე, გრიპი და გაცება ვირუსები შევიდა აქტიურ ფაზაში და ყველა ჩვენთაგანის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემა არის ის, თუ როგორ დავიცვათ ჩვენი თავი და ჩვენი ოჯახის წევრები ვირუსებისგან. ეს არის პირველ რიგში ალბათ საპროფილაქტიკო ღონისძიებები, რაც ყველამ ძალიან კარგად ვიცით, მაგრამ იშვიათად თუ ასრულებთ ხოლმე. დამეთანხმები ალბათ, ეს არის პირველ რიგში ხელების ხშირი დაბანა, ეს განსაკუთრებით პატარებს უნდა ვუთხრათ, რომლებიც სკოლაში, ბაღში არიან და ძალიან ძნელია მათთვის განსაკუთრებით ამის დაცვა, ასევე პირბადის გამოყენება, ის რომ ხელი არ მივიტანოთ სახესთან, ცხვირთან და არის ხოლმე ისეთი საკითხები, რომელსაც აი ამ პროფილაქტიკური თვალსაზრისით ნაკლებ ყურადღებას ვაქცევთ. მაგალითად, ცხვირის ლორწოვანი, მისი მნიშვნელობა და დაცვა. ცხვირის ლორწოვანი ეს არის პირველი, ანუ ცხვირი არის პირველადი ჭიშკარი, რომლის საშუალებითაც ვირუსები ხვდებიან ჩვენს ორგანიზმში და ცხვირის ლორწოვანში ხდება გარემოდან მოხვედრილი უცხო ნაწილაკების, მტვრის, ვირუსების, ბაქტერიების გაფილტრა ერთგვარ ჭიშკარის როლს ასრულებს და აი ამ ბოლო პერიოდში არის ხოლმე განსაკუთრებით ძალიან დიდი აჟიოტაჟია და ადამიანების და მოსახლეობის დიდი ყურადღება გამოიწვია ხარში შეწონილ მტვრის ნაწილაკებმა და ზუსტად მათ გაფილტრასაც ახდენს ცხვირის ლორწოვანი და ჩვენ რო წარმოვიდგინოთ დღის განმავლობაში რა ხდება ჩვენ ცხვირის ლორწოვანში. ამიტომ ზუსტად მისი გასუფთავება, ჩამორეცხვა, დაგროვილი მტვრის ნაწილაკების, ვირუსების თუ ბაქტერიებისგან არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენს პორტფელში გვაქვს ნიამარინ პანთენოლი, რა შეიძლება თეა რომ ამ პრეპარატის შესახებ უთხრათ ჩვენს მოსახლეობას, როგორ შეიძლება მისი გამოყენება და არის თუ არა უსაფრთხო? ნიამარინი პანთენოლის შემადგენლობაში შედის ნატრიუმის ქლორიდის იზოტონური ხსნარი და პანთენოლი. ნატრიუმის ქლორიდის იზოტონური ხსნარი ასუფთავებს ცხვირის ლორწოვანს, ხოლო პანთენოლი აღადგენს მას და ასევე ატენიანებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ამ პერიოდში, განსაკუთრებით გამომშრალი ცხვირის ლორწოვანის დროს, როდესაც უფრო ხშირია ხოლმე ალერგიული დაავადებების, ასევე გაციების და გრიპის შემდგომ პერიოდში და ასევე ახდენს დაცვას, რაც მთავარია წარმოქმნის დამცავ ბარიერს, რომელიც ხელს უშლის ვირუსების და ბაქტერიების შეჭრას. ნიამარინი პანთენოლი გამოიყენება 0 წლის ასაკიდან, არის სრულიად უსაფრთხო, ასევე ორსულებში და მეძუძურებში და შეგვიძლია დღეში რამოდენიმეჯერ გამოვიყენოთ. და შეიძლება რომ გავატანოთ ჩვენს პატარებს ნიამარინი და 2-3 გაკვეთილის შუალედში შესაძლებელია რომ გამოირიცხოს ცხვირის ლორწოვანი, ამით რა თქმა უნდა კიდევ უფრო მეტად დავიცავთ ჩვენს პატარებს. თუ მაინც გამოვიყენეთ ეს პრევენციული ღონისძიებები, მაგრამ მაინც გვემართება ეს ვირუსული ინფექციები და განსაკუთრებით ყველაზე პრობლემური და ყველაზე ესეთ შემაწუხებელი სიმპტომი არის დამეთანხმება ჩვენი მაყურებელი გაძნელებული ცხვირიც უთქვა. ჩვენ მას ვეძახით პოპულარულ ენაზე გაჭედილობას, ცხვირის გაჭედილობას. აი ამ დროს რას ვურჩევთ ჩვენს მოსახლეობას? ესე იგი ცხვირის გაჭედვა და ასევე სურდო ნამდვილად ყველაზე ხშირად გავრცელებული სიმპტომია გრიპის და გაციების დროს და ამ დროს მნიშვნელოვანია ამ სიმპტომის შემსუბუქება, რასაც ვაკეთებთ ხოლმე ისეთი საშუალებებით, რომლებიც ხსნის გაჭედილობას, შეშუპებას და ასევე ამცირებს გამონადენს ცხვირიდან. ესეთი პრეპარატი არის ქსილომარინი, ეს არის ჰოლანდიური პრეპარატი, რომელიც ორი ფორმით გვაქვს, ეს არის ქსილომარინი დიდებისთვის და საბავშვო ფორმა. ზუსტად 2 წუთში ხსნის აი ამ შემაწუხებელ სიმპტომებს, როგორიც არის, როგორც ვთქვით, გაჭედილობა და სურდო და მისი ეფექტი გრძელდება 12 საათამდე. ძალიან მნიშვნელოვანია ეს და კიდევ ერთი შემაწუხებელი, ეს არის ყელის ტკივილი, რომელიც ფაქტობრივად თანსდევს ხომ ამ ვირუსულ ინფექციებს და აი ამ დროს ვიცით რომ შეიძლება გამოვიყენოთ როგორც ტკივილგამაყუჩებელის შემცველი ან მხოლოდ ანტისეპტიკური შემცველი. აი აქ რაიმე განსხვავებას თუ გვეტყვით, როდის რა გამოვიყენოთ, სწორად რომ იცოდეს ჩვენმა მოსახლეობამ.
ყელის ტკივილი არის მეორე არანაკლებ გავრცელებული სიმპტომი, რაც ცხვირის გაჭედვა და სურდოა, რადგანაც ყელი არის მეორე ჭიშკარი ვირუსების და ბაქტერიების შეჭრისთვის და მის შესამსუბუქებლად არსებობს უამრავი საშუალება და აქვე მინდა ვთქვა, ხაზი გაუსვა ანტიბიოტიკების გამოყენებას ზოგადად ვირუსების დროს და ასევე ადგილობრივი ანტიბიოტიკის შემცველი საშუალებების გამოყენებას ყელის ტკივილის დროს. ვირუსული ინფექციის დროს განვითარებული ყელის ტკივილი არ ექვემდებარება ანტიბიოტიკებით მკურნალობას, რადგანაც ვირუსზე ანტიბიოტიკი არ მოქმედებს. ეს თითქოს ყველამ კარგად ვიცით, მაგრამ ეს არ ეხება მხოლოდ დასალევ ანტიბიოტიკებს, ხო? ეს ეხება ადგილობრივ საშუალებებში გამოყენებულ ანტიბიოტიკებსაც, რადგანაც ადგილობრივად ანტიბიოტიკი თუ ეს საჭირო არ არის. ამ შემთხვევაში, ანუ ვირუსული ინფექციის დროს იწვევს ადგილობრივი იმუნიტეტის დაქვეითებას, ასევე შესაძლებელია განაპირობოს სოკოვანი ინფექციის განვითარება და არაფრით არ მოქმედებს ვირუსზე. ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანია გამოვიყენოთ ანტისეპტიკური საშუალებები, რომელიც განსხვავდება ანტიბიოტიკებისგან იმით, რომ არ იწვევს რეზისტენტობის ჩამოყალიბებას და იმ გვერდით მოვლენებს, რაც აქვს ანტიბიოტიკებს. ანტისეპტიკური საშუალებები ხელს უშლიან ვირუსების და ბაქტერიების გამრავლებას და ხელს უშლიან გართულებების ჩამოყალიბებას. აი მაგალითად, ერთ-ერთი ასეთი პრეპარატი არის. აი მაგალითად, თეა, ჩვენ გვაქვს აქ ტაიკოლდ ლორი და გვაქვს ბენზილორი. ორივე არის საწუთნი აბები. რა განსხვავებაა მათ შორის და როდის რომელი უნდა გამოვიყენოთ? კი ბეტონო, ტაიკოლდი ლორის შემადგენლობაში შედის ორი განსხვავებული სახის ანტისეპტიკი და მას ვიყენებთ იმ შემთხვევაში, როდესაც გამოხატული არის შემაწუხებელი სიმპტომები ყელის მხრივ. მაგალითად, ყლაპვის გაძნელება, ვგრძნობთ, რომ შეშუპებული არის ყელის ლორწოვანი, ჩაკაწვრის შეგრძნება, მაგრამ არა ვთქვათ ძლიერი ტკივილი. თაფლის არომატით არის. კი, ნამდვილად არის სამი არომატით, ეს არის მენთოლი, თაფლი და ლიმონი და ფორთოხლის არომატი, შეიცავს ასევე C ვიტამინსაც და საუკეთესო საშუალება არის შედარებით ხანგრძლივად გამოვიყენოთ იმისთვის, რომ არ გართულდეს ეს ყელის ვირუსული ინფექცია. ხოლო იმ შემთხვევაში ხანდახან არის ხოლმე, რომ ეს ტკივილი არის ძალიან გამოხატული. ძალიან როდესაც გვტკივათ ყელი. ამ დროს მნიშვნელოვანია გამოვიყენოთ ისეთი საშუალებები, რომლებსაც აქვს უფრო ძლიერი ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი და ზუსტად ასეთი პრეპარატი არის ბენზილორი, რომლის შემადგენლობაში შედის ასევე ანტისეპტიკური საშუალება და დამატებით შედის ადგილობრივი ტკივილგამაყუჩებელი საშუალება, რომელიც მომენტალურად მოგვრის შვებას და ამცირებს აი ამ შემაწუხებელი ტკივილის შეგრძნებას. მადლობა თეა, აქვე ვეტყვი ჩვენს მაყურებელს, რომ ბენზილორზეც და ქსილომარინზეც PSP აპტეკო ქსელში მიმდინარეობს 50%-იანი ფასდაკლება 31 დეკემბრის ჩათვლით. და ბოლო კითხვა მინდა დაგისვათ ტემპერატურასთან დაკავშირებით, ესეც არანაკლებ მნიშვნელოვანია და მე ვხედავ აქ ტაიკოლდის ჩაის, რომელიც აი საკმაოდ პოპულარული პროდუქტი გახლავთ გრიპის და გაციების დროს და რატომ არის ესეთი პოპულარული, რომ აგვიხსნათ, რას აკეთებს, რა სიმპტომებისთვის გამოიყენება და როგორ გამოვიყენოთ? ტემპერატურის მომატება აღიქმება ხოლმე როგორც ყველაზე სერიოზული სიმპტომი გრიპის და გაციების დროს. რეალურად ასეც არის ნამდვილად, იმიტომ რომ უფრო გართულებული და უფრო სერიოზული ვირუსული ინფექციები მიმდინარეობს მაღალი ტემპერატურით. თუმცა ყოველთვის არ არის ეს მაღალი ტემპერატურა საპანიკო უხშირეს შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ხშირად პრეპარატის გარეშეც ჩაივლის ხოლმე, მაგრამ ძალიან ხშირია ესეთი შემთხვევები, განსაკუთრებით 37 ნახევრის ზემოთ, როდესაც არის ტემპერატურა, რომ აუცილებელი ხდება ტემპერატურის დამწევის საშუალების გამოყენება. სანამ ტაიკოლდზე გადავიდოდი, ვიტყვი პერუფენის შესახებ. პერუფენი ეს არის სიცხის დამწევი და ტკივილგამაყუჩებელი საშუალება, რომელიც ძალიან ეფექტურად გვერდითი მოვლენების, მინიმალური გვერდითი მოვლენების პრაქტიკულად მათ გარეშე დაწევს ტემპერატურას და ამცირებს თავის ტკივილს, სახსრების ტკივილს, ყელის ტკივილსაც, ანუ ყველა სახის ტკივილის სინდრომს, რაც ხშირად თან ახლავს ხოლმე გრიპსა და გაციებას. ბოდიშითია მარტივად გასაგები რომ იყოს იბუპროფენ შეიცავს 400 მგ-ს, ამ სახელით უფრო ცნობილია ჩვენს მოსახლეობაში. ამიტომ პერუფენი ეს არის იგივე იბუპროფენის შემცველი 400 მგ-იანი კაფსულები. კი ბატონო, და რაც შეეხება ტაიკოლდი მაქს. ტაიკოლდი მაქსი ნამდვილად ჩემთვის პირადად არის ყველაზე ესეთი საყვარელი პროდუქტი, იმიტომ რომ იგი აერთიანებს ყველა სიმპტომზე მოქმედებას. ეს არის სურდო და ცხვირის გაჭედვა, იგივე ყელის ტკივილი, რაზეც ვისაუბრეთ, ტემპერატურის დაქვეითება, ყველა სახის ტკივილის გაყუჩება და რაც მთავარია არის პაკეტებში მხვნილი ჩაის მოსამზადებლად მზადდება ცხელი წყლის დამატებით და ზუსტად ის რომ არის ცხელი სახით, ჩაის სახით, კიდევ უფრო სწრაფია მისი მოქმედება და კიდევ უფრო სასიამოვნო, ასე ვთქვათ, გრიპის და გაციების დროს. ძალიან ეფექტურად, კი ბატონო, ლიმნის არომატით სასიამოვნო დასალევია.
მადლობა თეა მომწურავი ინფორმაციისთვის. ჩვენ შევეცადეთ ყველა კითხვაზე გაგვეცა პასუხი, რაც თქვენთვის იყო საინტერესო. მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ აი ამ სეზონისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დავიცვათ პრევენციული ღონისძიებები, თუ მაინც გავწივდით, მივიღოთ ისეთი სიმპტომების შესამსუბუქებელი საშუალება, როგორიც არის სტაიქოლდი, ქსილომარინი, ბენზილორი, რომელიც მოგიხსნით ისეთ სიმპტომებს, როგორიც არის ცხვირის გაჭედილობა, ყელის ტკივილი და ზოგადი გაცივების სიმპტომები, რომელზეც PSP სააფთიაქო ქსელში მიმდინარეობს 50%-იანი ფასდაკლება 31 დეკემბრის ჩათვლით. მადლობა რომ გვიყურეთ, თვალი გვადევნეთ, ჩვენ კიდევ ბევრ სიახლეებს შემოგთავაზებთ.